წმინდა სინოდის სხდომის ოქმი დიდი და წმინდა კრების შესახებ 2016 წლის 10 ივნისი 2016 წლის 10 ივნისს საქართველოს საპატრიარქოში გაიმართა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მორიგის სხდომა. სხდომას თავმჯდომარეობდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე. სხდომის მდივნად დაინიშნა სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო მუჯირი. წმინდა სინოდის წევრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ, რომელმაც ზოგადად მიმოიხილა წმინდა და დიდი კრების ჩატარებასთან დაკავშირებული ბოლო დროს შექმნილი რთული მდგომარეობა და შემდეგ სიტყვა გადასცა წმინდა და დიდი კრების სამდივნოში საქართველოს ეკლესიის წარმომადგენელს, გორისა და ატენის მიტროპოლიტ ანდრია კვაზავას. მიტროპოლიტმა ანდრიამ ისაუბრა ამ წლის 25 მაისს ჩატარებული საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომის შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე და განაცხადა. მომავალი კრების მოწვევის მთავარ მიზანს მსოფლიოს წინაშე მართლმადიდებელთა ერთობის წარმოჩენა და თანამედროვეობის სხვადასხვა საჭიროებო საკითხებზე მართლმადიდებელი ეკლესიის ერთიანი პოზიციის გამოხატვა წარმოადგენს. დღეს კი დიდი გულისწყებით გვიწევს იმის თქმა, რომ შექმნილი რეალობიდან გამომდინარე ამ მიზნის მიღწევა შეუძლებელია შემდეგ გარემოებათა გამო. პირველი, მიუხედავად არაერთი მცდელობისა, ანტიოქიისა და იერუსალიმის ეკლესიებს შორის დღემდე ვერ მოხერხდა ევქარისტიული კავშირის აღდგენა, რის იმედიც ბოლო დრომდე ჰქონდა. მეორე, ანტიოქიის ეკლესიამ ზემო აღნიშნული მიზეზის გარდა განსახილველ დოკუმენტებთან მიმართებაში არსებულ სერიოზულ პრობლემათა გამოც უარი თქვა კრებაში მონაწილეობაზე. მესამე, ანტიოქიის ეკლესიას ხელი არ აქვს მოწერილი 2016 წლის ეკლესიის წინამძღოლთა განჩინებაზე, რომლითაც გადაწყდა წმინდა და დიდი კრების მოწვევა, განისაზღვრა მისი ჩატარების თარიღი, ადგილი და განსახილველი საკითხების ნუსხა. მას ასევე არ აქვს ხელი მოწერილი წმინდა და დიდი კრების მუშაობის რეგლამენტზე, რის გამოც ეს დოკუმენტი არ შეიძლება ჩაითვალოს დამტკიცებულად. მეოთხე, ბულგარეთის ეკლესიამ განაცხადა უარი კრებაში მონაწილეობაზე და წარმოადგინა საკუთარი პოზიცია რიგ თემებთან მიმართებაში. მეხუთე, სერბეთის ეკლესიაც კრებაში მონაწილეობას პრობლემატურად მიიჩნევს და ითხოვს მის გადადებას უკეთ მომზადების მიზნით. მეექვსე, საქართველოს ეკლესიის არაერთგზის მოთხოვნის მიუხედავად წმინდა და დიდ კრებაზე გასატანი დოკუმენტების პროექტები მხოლოდ ეკლესიის წინამძღოლთა ბოლო შეხვედრის შემდგომ, ანუ ამ წლის თებერვლიდან გასაჯაროვდა. ადგილობრივ ეკლესიათა წმინდა სინოდის სამღვდელოების ღვთისმეტყველების და მორწმუნეების მიერ ტექსტების განხილვის შედეგად გამოვლინდა მათში არსებული არაერთი დოგმატური, კანონიკური და ტერმინოლოგიური ცდომილება. მეშვიდე, მიუხედავად 2014 წლის წინამძღოლთა დადგენილებისა და წმინდა და დიდი კრების რეგლამენტის მერვე მუხლის მკაფიო მოთხოვნისა, რომ კრებაზე მხოლოდ ერთხმად მიღებული თემები განიხილება, დღის წესრიგში შესულია დოკუმენტი ქორწინების შესახებ, რომელზეც ჩვენს დელეგაციას დოგმატური მიზეზების გამო ხელი არ აქვს მოწერილი. ამ ტექსტს ხელი არ მოაწერა ანტიოქიის ეკლესიამაც. მერვე, ტექსტი მართლმადიდებელი ეკლესიის დამოკიდებულება დანარჩენ ქრისტიანულ სამყაროსთან იმთავითვე მიუღებელი იყო საქართველოს ეკლესიისთვის და ჩვენი დელეგაციის მხრიდან ხელი მხოლოდ მას შემდეგ მოეწერა, როცა მას დაემატა შენიშვნა. საქართველოსა და ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიები გამოვიდნენ ეკლესიათა მსოფლიო საბჭოდან. პირველი 1997, ხოლო მეორე 1998 წელს, რადგან მათ საკუთარი განსხვავებული აზრი გააჩნიათ ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს საქმიანობის შესახებ, რის გამოც ისინი არ მონაწილეობენ ხსენებული საბჭოს და სხვა ქრისტიანთა შორისი ორგანიზაციების ღონისძიებებში. ამ წლის 25 მაისს საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდმა დაადგინა, რომ აღნიშნული დოკუმენტი შეიცავს დიდ ეკლესიოლოგიურ და ტერმინოლოგიურ ცნობილებებს და სერიოზულ გადამუშავებას საჭიროებს. ხოლო თუ ამ სახის ცვლილებები არ განხორციელდება, საქართველოს ეკლესია ტექსტს ხელს ვერ მოაწერს. მეცხრე, გარკვეულ ცვლილებებს საჭიროებს ასევე დოკუმენტი მართლმადიდებელი ეკლესიის მისია თანამედროვე მსოფლიოში. მეათე, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ კრების დღის წესრიგი თემების განხილვისათვის გამოყოფილი დრო, აგრეთვე პროცედურების გაურკვევლობა შეუძლებელს ხდის ტექსტების პუნქტობრივ განხილვას და მათში არსებითი ხასიათის ცვლილებების შეტანას წმინდა და დიდი კრების მსვლელობის პერიოდში. მე-11, წმინდა და დიდი კრების მომზადებისათვის შექმნილი საერთო მართლმადიდებლური სამდივნო არის უფუნქციო, რადგან გადაწყვეტილებების მიღების საშუალება მას არ ეძლევა. საქართველოს ეკლესიამ და სხვა ეკლესიებმაც ამის გამო არაერთხელ დააფიქსირეს თავისი პროტესტი. ყველასათვის კარგად არის ცნობილი საქართველოს ეკლესიის კონსტრუქციულობა წმინდა და დიდი კრების მომზადების საქმეში. კრების დროულად ჩატარების მიზნით 2016 წლის იანვარში ეკლესიათა მეთაურების შეკრებაზე ჩვენ დღის წესრიგიდან მოხსენით და შემდგომში განხილვისთვის გადავდეთ დიპტიქების შესახებ ჩვენთვის უდიდესი მნიშვნელობის მქონე საკითხი, რომლითაც საბოლოოდ განისაზღვრებოდა საქართველოს ეკლესიის რიგითობაც. ასევე მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ სხვადასხვა კონფესიებთან წარმოებული დიალოგების შეფასება. მოხდა კი ისე, რომ ჩვენი დათმობამ, რის გამოც საკუთარი ეკლესიის წიაღში კრიტიკა მივიღეთ, უშედეგო აღმოჩნდა, რადგან კრების ჩატარების მიზანი და ყველას მიერ აღიარებული მთავარი პრინციპი
პრინციპები მაინც არ იქნა დაცული. მისმა უწმინდესობამ აღნიშნულ საკითხებზე აზრის გამოთქმა შესთავაზა სხვა მღვდელმთავრებს. გაიმართა მსჯელობა. სიტყვა წარმოთქვეს მროվել ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა აქიაშვილი, ბათუმისა და ქობულეთის მიტროპოლიტმა დიმიტრი შიოვაშვილი, ახალქალაქისა და გომურდოს მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა ფაჩუაშვილი, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმე შარაშენიძე, ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა პეტრე ცაავა, რუსთველმა მიტროპოლიტმა იოანემ გამრეკელი, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა ბერბიჭაშვილი, ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობაშვილი, სამთავისისა და კასპის ეპისკოპოსმა დამიანემ ხუფენია, ახალციხისა და დაუკლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორე ჭუაძე, სხალთის მთავარ ეპისკოპოსმა სპირიდონმა აბულაძე, ამბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავითმა მახარაძე, ბანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა ანტონმა ბულუხია, საჩხერისა და ჭიათურის მიტროპოლიტმა დანიელმა დათუაშვილი, ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტმა საბამ გიგიბერია და ჩრდილოეთ ამერიკისა და კანადის ეპისკოპოსმა საბამ ინცკირველი. მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა, ძირითადი პოზიცია იყო ის, რომ აქტიური მუშაობით არსებული პრობლემები შეიძლება აღმოიფხვრას. ამიტომაც სხვა ეკლესიების მსგავსად ჩვენც ვითხოვთ გადაიდოს კრების ჩატარება, ვიდრე საყოველთაო ერთობა არ იქნება მიღებული. მართალია კრების გამართვის თარიღი 2016 წლის 17-26 ივნისი დადგინდა შამბეზის შეხვედრაზე, მაგრამ ჩვენ ყველანი ვდგავართ იმ ფაქტის წინაშე, რომ დღეისათვის ერთობა მიღწეული არ არის. ხოლო რადგან კრების ჩატარების მიზანს სწორედ მართლმადიდებელთა ერთსულოვნების წარმოჩენა წარმოადგენდა და წარმოადგენს, ამჟამად არსებული სახით მისი გამართვა მიზანშეუწონლად მიგვაჩნია. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა საქართველოს ეკლესიის დელეგაციის წმინდა და დიდგრებაზე მონაწილეობის საკითხი კენჭისყრაზე დააყენა. წმინდა სინოდმა ერთსულოვნად დაადგინა. საქართველოს ეკლესიის დელეგაცია ამ წლის 17-26 ივნისს კუნძულ კრეტაზე დაგეგმილ წმინდა და დიდგრებაში მონაწილეობას ვერ მიიღებს. 2016 წლის 10 ივნისის წმინდა სინოდის დადგენილება დაეგზავნოს ყველა ადგილობრივ მართლმადიდებელ ეკლესიას. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის მიერ განხორციელებული ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამის საჯარო მმართველობის კურსდამთავრებულთა გაფართოებული შეხვედრა უმაღლეს სასწავლებელში გაიმართა. ღონისძიებას ფინანსთა მინისტრი დაესწრო. ნოტარ ხადურმა მაგისტრანტებს პროგრამის წარმატებით დასრულება მიულოცა და აღნიშნული პროგრამის მნიშვნელობაზე ისაუბრა. დღეს ჩვენ შევიკრიბეთ კურსდამთავრებულებთან ერთად. ეს არიან მომავალი საჯარო მმართველობის სპეციალისტები და მე დარწმუნებული ვარ, რომ მათი სახით სერიოზულ შევსებას მიიღებს საქართველოს საჯარო სექტორი. მე მინდა წარმატება ვუსურვო მათ და იმედი გამოვთქვა, რომ ბევრი მათგანი საჯარო სამსახურში ძალიან მაღალ მწვერვალებს მიაღწევს. მოხარული ვარ, რომ ამ ღონისძიებაში სახელმწიფოს მხრიდან წარმოდგენილი არიან ფინანსთა სამინისტრო, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, იმიტომ რომ სახელმწიფოს მხარდაჭერის გარეშე და სახელმწიფოს წარმომადგენელთა მხარდაჭერის გარეშე შეუძლებელია, რომ ჩვენ ქვეყანაში მივიღოთ, რა თქმა უნდა, ძალიან კარგი განათლება საჯარო მმართველობაში. ნოტარიუსთა საერთაშორისო კონფერენცია გრძელდება. ღონისძიებაში ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის წევრი 14 ქვეყანა მონაწილეობს. შეხვედრაზე მომხსენებლებმა ნოტარიუსის როგორც იურიდიული მრჩეველის ფუნქციის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე ისაუბრეს. დღესვე დელეგატებმა მიიღეს დეკლარაცია, რომლითაც დელეგატ ქვეყნებს რეკომენდაციას ნოტარიუსის სოციალური როლის გაძლიერებისა და ნოტარიატის პოპულარიზაციის შესახებ მისცემენ. ვფიქრობ, რომ მართლა ძალიან დიდი წვლილი შეუძლია შეიტანოს თუნდაც ამ კონფერენციას ესეთი გამორჩეული სტუმრების ჩამოსვლას საქართველოში შესაძლებელია, რომ ამან ძალიან დიდი წვლილი შეიტანოს ქართული ნოტარიატის და ზოგადად სამართლის განვითარებაში ქვეყანისთვის. სხვადასხვა ქვეყნები, რომლებიც ამ კონფერენციაში მონაწილეობენ, გაგვაცნობენ თავიანთ გამოცდილებას. ქართული ნოტარიატი გააცნობს თავის მიღწევებს სისტემას და მე მგონი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება, რომელიც სტარდება ქართულ ნოტარიატში, არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ სხვა ქვეყნებისთვისაც იმ ურთიერთთანამშრომლობის გასახმარებლად, რომელიც არსებობს და რომელიც მომავალშიც უნდა გაგრძელდეს.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა ბათუმის საჯარო სკოლების პედაგოგებს, დირექტორებსა და აჭარის რეგიონის საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა. მინისტრის რანგში ეს პირველი სამუშაო შეხვედრა იყო. უწყების ხელმძღვანელმა შეხვედრის მონაწილეებს თავისი ხედვა და სამომავლო გეგმები გააცნო. ასევე მოისმინა მათი შეფასებები ზოგადი განათლების მიმართულებით მიმდინარე რეფორმებთან დაკავშირებით. მინისტრმა აღნიშნა, რომ რეფორმის კურსი არ შეიცვლება და მომავალში სკოლებთან, პედაგოგებთან და დირექტორებთან თანამშრომლობით ის მხოლოდ დაიხვეწება. ესეთი შეხვედრები არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი განათლების რეფორმისთვის. მოგეხსენებათ, რომ განათლების რეფორმა არის პრემიერის ინიციირებული 4 ნაბიჯიანი გეგმის ერთ-ერთი დასაყრდენი და რეფორმა, ასე ვთქვათ, საფუძველს მოკლებული იქნება, თუ მას არ ექნა კომუნიკაცია ნებისმიერ რეფორმატორს, არ ექნა კომუნიკაცია უშუალოდ იმ ხალხთან, ვისაც ყოველდღიურად უწევს ამ სისტემაში მუშაობა და ყოველდღიური ამოცანების გადაჭრა. მე ძალიან კმაყოფილი ვარ ამ შეხვედრით. ჩვენთვის საინტერესო იყო ბევრი კითხვა, რომელზეც პირადად მე ამომწურავად გამცა პასუხი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის რაიმე ძირეულ ცვლილებას ხომ არ უნდა ველოდოთ რეფორმის თვალსაზრისით, ხომ არ შეფერხდება მიმართულებას ხომ არ შეიცვლის. ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი ეს არის მასწავლებლის კარიერული ზრდის, პროფესიული ზრდისა და კარიერული განვითარების გეგმა და გითხრა, რომ სქემა ყველაფერი გახორციელდება ისე როგორც საჭიროა, შეიძლება იყოს ცვლილებები, მაგრამ ეს ცვლილებები იქნება მასწავლებლის საჭიროებაზე მორგებული და ჩვენი მხრიდან წასული შენიშვნების საფუძველზე. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარების და კარიერული წინსვლის სქემის განახლებული გზამკვლევის ბროშურების დარიგება დაიწყო. ბროშურები მასწავლებლის სტატუსების მიხედვითაა შემუშავებული და შესაბამის განმარტებებსა და რეკომენდაციებს იძლევა. დამხმარე რესურსი მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის დირექტორმა გიორგი მაჩაბელმა ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ საწირეს საჯარო სკოლის პედაგოგებს პირადად გადასცა და სკოლაში სქემის დანერგვის პროცესის შესახებ სკოლის ადმინისტრაციის და მასწავლებლების მოსაზრებებსაც გაეცნო. დაიბეჭდა ახალი გზამკვლევი, სქემის გზამკვლევი, რომელსაც აქტიურად ვარიგებთ უკვე სკოლებში, აქამდე არსებობდა ელექტრონული ვერსია, დაიბეჭდა ეხლა ბუკლეტების სახით ეს გზამკვლევი და პედაგოგები ძალიან აქტიურად ეცნობიან იმ აქტივობებს და იმ ღონისძიებებს, რომლებიც უნდა განახორციელონ სქემის ფარგლებში და მათი პროფესიული განვითარების პროცესში. მივესალმები იმას, რომ აქამდე იყო სქემის გზამკვლევის ელექტრონული ვერსია და ეხლა გამოიცა ბროშურები და რაც დაგვეხმარება სახში, რომ მასწავლებლებმა ვიმუშაოთ უფრო მეტი ჩვენს თავზე. ჯანდაცვის სამინისტროს ორგანიზებით გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშში მორიგი სამედიცინო აქცია გაიმართა. უბასო პროფილაქტიკური კონსულტაცია სოფელ ქვეშისა და ქვემო არცევის მოსახლეობას შიდა ქართლის ჯანდაცვის ცენტრისა და ავერსის გორის ფილიალის ექიმებმა გაუწიეს. სამედიცინო გასინჯების აქციის ფარგლებში ადგილობრივებს ეკოსკოპიურ კარდიოლოგიური გამოკვლევები ჩაუტარდათ და დანიშნულების შესაბამისი მედიკამენტების უსასყიდლოდ გადაეცათ. ამჯერად ვიმყოფებით გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშში, სადაც მიმდინარეობს უბასო სამედიცინო აქცია. ადგილზე ჩამოსულია ექიმ სპეციალისტთა ჯგუფი. მოსახლეობას მიეცემათ დანიშნულები და შემდგომ მათ გადაეცემათ უფასოდ მედიკამენტები. გაგვაგებინეს ადგილობრივმა მეცნიერის მუშაკებმა და მოგვიწვიეს, რომ ჩაეტარებინათ გამოკვლევები რა სპეციალობაზეც, რა დაავადებაც, ვის რასაც უხებდა. ძალიან კმაყოფილები ვართ, ჩვენ ცოტა საზღვრისპირა სოფელი ვართ და ასეთი ყურადღებას რომ მიჩეს. ახალციხეში რაბათის ციხის ტერიტორიაზე ხალიჩების საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა. ღონისძიებაზე ადგილობრივმა და მოწვეულმა ხალხური რეწვის ოსტატებმა საკუთარი შემოქმედება დამთვალიერებლისთვის გამოფინეს. პროექტში ასევე მონაწილეობდნენ ხელოვანები 8 ქვეყნიდან: ესპანეთი, ირანი, აზერბაიჯანი, ლატვია, დიდი ბრიტანეთი, ყიზილგეთი და თურქეთი. ჩატარდა მატყლის დამუშავების, დართვის და ნართის ხების დემონსტრაციაც. ღონისძიებაზე ხალიჩების გალერეებმა ნაწარმის გამოფენა გაყიდვა მოაწყეს. ორგანიზატორების განმარტებით ხალიჩების ფესტივალი 3 დღის
კვირის განმავლობაში გაგრძელდება და ყოველდღიურად სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებასთან ერთად შემეცნებითი პროგრამებიც გაიმართება. პროექტი ასევე მოიცავს სამეცნიერო კონფერენციის ჩატარებას. ფესტივალი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით პროექტ Check-in Georgia-ს ფარგლებში იმართება. გარდა იმისა, რომ ფარდაგების ფესტივალია, რომელიც აღნიშნულოვანია და ქართველების გარდა მონაწილეობს უამრავი სხვადასხვა ქვეყანა, ამიტომ ნახეთ აზერბაიჯანის პავილიონი, სომხეთიდანაც არიან, თვითონ რეგიონულ კულტურულად ეთნიკურად სამრავალფეროვანი იყო და მსგავსი ღონისძიების აქ ჩატარება ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვისაც. მოგახსენეთ, რომ ჩვენ რაბათის ციხეში ძალიან ბევრი ღონისძიებები და ფესტივალებია ჩატარებული, მაგრამ ეს ფესტივალი განსაკუთრებულია თავის მასშტაბებითაც და თვითონ გამოფენილი ნამუშევრებით. ძალიან ძვირფასია და მივესალმები ყველა სტუმარს, რომელიც ჩამოვბრძანდა, განსაკუთრებით ორგანიზატორებს უღრმეს მადლობას ვუხდი ესეთ ფესტივალის გამართვისათვის, იმიტომ რომ ეს ჩვენი ცნობადობისთვის, ჩვენი ციხის ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან კარგია. მართავს სამი მუზეუმი, ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმი, აბრეშუმის მუზეუმთან ერთად და აზერბაიჯანის კულტურის მუზეუმთან ერთად და თანამონაწილეები არიან ასევე საქართველოს ეროვნული მუზეუმი, მუნიციპალიტეტი ადგილობრივი. ეს არის ძალიან მრავალფეროვანი და მრავალფუნქციური ფესტივალი. აქ არის წარმოდგენილი სხვადასხვა ქვეყნებიდან გალერეები, არიან მეცნიერები, მიმდინარეობს კონფერენცია, მაგრამ ყველაზე მთავარი არის ის, რომ წარმოდგენილია პროექტები, რომლებშიც ჩანს ამ ხალიჩების პროექტების აღორძინების პერსპექტივები. რევმატული ართრიტით დაავადებულ პაციენტთა კავშირის მიერ ლისისთვის მიმდებარე ტერიტორიაზე ველორბოლა მოეწყო. ყველაფერი ჩვენს ხელშია. ამ სახელწოდებით გამართული აქციის მიზანი საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდა და აღნიშნული დაავადების შესახებ ცნობადობის ამაღლებაა. ღონისძიებაში მონაწილეობა ველოკლუბმა Geo Riders და თბილისის ველომოყვარულთა კლუბმა მიიღეს. ორგანიზატორების განმარტებით მსგავსი სახის ღონისძიებები მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება. ეს არის ერთ-ერთი ნაწილი ერთი დიდი პროექტის, რომელიც სრულდება 21 ივნისს. 21 ივნისს არის ბოლო დღე პეტიციებზე ხელის მოწერის. მე დიდი თხოვნით მიმართავ მოსახლეობას ყველას, ვინც მხარს გვიჭერს ჩვენი Facebook-ის გვერდზე. დევს პეტიცია, სადაც შეუძლია ყველას, ვინც მხარს უჭერს აი ამ წამოწყებას, ხელი მოგვიწეროს, რომ გადავცეთ სახელმწიფო სტრუქტურებს ეს თხოვნა მიმართვა, რომ უფრო აქტიურად ჩაერთოს და დაეხმაროს ის იმ მძიმე დაავადებით ავადმყოფ ადამიანებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი მოქალაქეები იყვნენ ყველანი ჯანმრთელი, ვისაც აწუხებს განსაკუთრებით სახსრები, ველოსიპედით მოძრაობა მათთვის არის ერთ-ერთი ყველაზე კაი საშუალება, რადგანაც ველოსიპედი თვითონ სახსრებს კუნავს, აჯანსაღებს და უწყობს ეს ხელს ადამიანს უფრო იცხოვროს ჯანმრთელი ცხოვრების წესით. თბილისის თასის საფინალო მატჩი ფუსტალში გაიმართა. ტურნირში მონაწილეობა 52-მა სკოლამ მიიღო. გამარჯვება კი ნომერ 2 საშუალო სკოლამ მოიპოვა. ჩემპიონატი თბილისის მერიის განათლების სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამოქალაქო სამსახურის ფინანსური მხარდაჭერით, ფეხბურთის ფედერაციის და ფუსტალის ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა. ძალიან საინტერესო წარიმართა ეს ტურნირი და ძალიან დიდი გამოხმაურება პოვა სკოლის მოსწავლეებს და ზოგადად ახალგაზრდებში. ესეთი ტიპის ღონისძიებები მომავალში აუცილებლად შეუწყობს ხელს ჩანასახი ცხოვრების პოპულარიზაციას, მასობრივი სპორტის პოპულარიზაციას და რა თქმა უნდა, თბილისის მერია ფუტზალის ფედერაციასთან ერთად ყოველთვის იქნება ესეთი ტურნირების გვერდჩემპიონი და ხელშემწყობი.